ფეოდალური დაგსაქსულობის ეპოქაში საქართველო დაყოფილი ცალკეულ სამეფოებად, კახეთისა, ქართლისა, იმერეთისა და დამოუკიდებელ სამთავროებად მე-17 საუკუნის ნახევარში უკიდურესად დასუსტებული იქნა ირანისა და თურქეთის განუწყვეტელი შემოსევებით და აგრეთვე საქართველოს უბოროტესი მტრების მიერ გარედან წაქეზებულ ფეოდალთა ურთიერთშორის დაუსრულებელი ქიშბი. მდიდარი ქვეყნის მაღალი მატერიალური და სულიერი კულტურა ბარბაროსულად ნადგურდებოდა. ხალხი ფიზიკურად იცბობოდა. პროგრესული პოლიტიკოსის მეფე თეიმურაზ პირველის ურჩობისათვის ირანის მბრძანებელმა შაჰ-აბაზმა კახეთი სრულიად გაანადგურა და საბოლოოდ დაიპყრო. ყიზილბაშების უღელქვეშ ხალხი წვინავდა, მაგრამ თავისი ნათელი მომავლის იმედს მაინც არ კარგავდა. ეძებდა ხსნას და თავდადებით იბრძოდა თავისუფლებისას. რაშკაცი ყოფილა, სიკვდილს გადამარჩინა. არ მეგონა თუ ესოდენ სასიამოვნო იყო ლამაზი გოგონას შექები. აბა, თავს ნუ გახვედი. სად მიდიხარ? მომგვარი ცხენი. ჩქარა. ამაზე მეტი რაღა მოგია. ჩვენი მიწაწყვეტან სათხად ნასაკარგავში მიგვერეგებიან. წყვეთავე. კახეთში გოგობიჭების შეჯანებას კი აღარ ყოფილა. სულ გაურეკია სპარსეთისაგან. მაგას ის ეთყობა ჯერ არ იცის თავისი დების ამბავი. რა ამბავი? მაგის დები ხომ ღვიმის მონასტერში არიან თავშეფარებული. ხო და ისინი სპარსელს მაინც უნახავს და დაუდევს ტორი. საწყლები. გამარჯობა თქვენ. აგიმარჯობა. ხო და თუ ასე გაგრძელდა სულთლად გადავშევდები.
არა, კახეთი უკვე ირაზმება თურმე ფარულად. აი თუ გაციხარ. რა იყო? ჩვენი თოფის გატენამდე შაჰაბაზი კვერცხსაც აღარ დატოვებს შიტის ბუდეში. ვერა, არც ისე უსაშველო ვართ. ღმერთმა იმედი მოგიშალეს. ძალი და მადლი შენ სიტყვას. შენი დედისას რა სიტყვა? რა არის? არაფერი, ისე კითხე. არა, მითხარ. შვილო, სპარსი ყოფილა იქ. მონასტრისაკენ. მერე? არაფერი, მაგრამ სიფრთხილისათვის მაინც მიდის ერეთელთან. გაიარე. ასე ჟობს. რა იცი? ხოდა ასე ქენ. ხედავ რა უბედურება დავემართა. ნინოს საყვარელი შავარდენი გამიფრინდა. ო გლახოს გაუმარჯოს. ბატონო, თუ თქვენი ნება იქნება. თოფით აუშვა. თოფით? დიახ. თოფს ანაკებოს მოგცემ მხოლოდ იცოდე შავარდენი არ მომიკლა. რა ბრძანებაა ჩემო ბატონო? თუმცა რა სხვა საშველი მაინც არ აგვაქვს. გამოიტანეთ ჩემი ხირიმი. წაგიხდა. რათა შენი ჭირიმე? შავარდენი ორივე ფეხით გახდა ჩამოგიდებული, გაფარჩხულად. ერთი ტყვია ორივე თას მას ხო ვერ მიუდგებოდა. მარჯვენა მოუწყვიტე. ახლა მარცხენას ვესვრი. რა ხელი გქონია? შენი ხელის ჭირიმე. მიხსენ. თან გადავყევი მაგის გაწაფვას და მაინც გაგსუებას ცდილობს. ხელზე მყავდა ექტიალი. შენი დების ამბავი რომ თქვეს, გამიფრინდა. რა ამბავი? სპარსს მიყავსო. ჩვენ ბატონ შახისათვის უჩუქნიაო. აბა, საჩუქარს რა სიტყვა? სათხოვარი მართლაც დიდი მქონია შენთან ბატონო. თქვი, რაც შემეძლება ვარს არ გეტყვი. ნუ გამიგზავნით ჩემო ბატონო დებ შახთან. ნუ დამიღუპა ობლებს. აგი გითხარი, თხოვე რაც შემეძლება მეთქი. ეს საქმე კი უკვე გადაწყვეტილია. უკეთესია საჩუქრათის თოფი წაიღე შვილო თოფი. ნათქვამია თოფი მეთოფეს და მეთოფეს სოფელსო. ბატონო მან ძალიან გთხოვ მოაწყო ისე რომ მის დებს არ მოუხდეს შახთან წასვლა. გასამბობ შენი ცირა სახიფა თუ ეს ჩვენთვის ნუ მთხოვ ამას. ჩამითვლი ამ სიტამამეს. ვეღარ გავძელ არ ხლებოდი და მადლობა შეუმეწირა შენთვის, ჩემი ჭირის გაზიარებისათვის. იცოცხლე. მადლობისათვის გალავანზე გადმოხდომას რა გრჩით? საგარჯა ბატონისასულო. პირდაპირ გზა უმოკლესიაო. ასეც არ ყოფილიყო. გამოსათხოვრად გიახელი. ხო? დიახ. საით მივგზავრები?
მინდა გამიფხილო. კახეთს მივდივარ. ჩოლოხაშვილთან? დიახ. სხვა რაღა დამრჩენია. ნეტავ მეც ვაჟად გავჩენილიყავ. ჩანს მიწონებ განძრაულს. ბედნიერი ვყოფილვარ. შევარდენო. იმედი არ დამივიწყებ. ნინო, სანადრელო. აბა, ბედნიერად. კეთილად გემგზავროს. გისურვებ გამარჯვება. გამარჯობა. ელანოს გაუმარჯო. არაფერი. ეს ჩვენია იმერელი. ახალს რას გვეტყვი? ცოტაოდენი თოფის დამალი მოგიტანეთ. ისევე ცუდი ამბებია. ჩამოჯერ? ერთი თავადიც მიემხრო შახტა. ვინა? სიმონ მაყაშვილი. დამრბევი რაზმის თავად დაუნიშნავს შახტა. დააგვირდია სოფელი. შახს ვისთვის პირველი ხალათი უბოძებია ჯილდო. დავეცით. გამრავდა ხალხის მოღალატე. ჩვენი სისხლის ძილ. ერთი უზღავს სამაგიეროს. ერთ უკვე მიეზღო სამაგიერო. საბუეში ერთი მოღალატე მღვდელი გლეხებს შეუყრია და თვალები დაუთხრიათ. ერთსაც სახკარი გადაუწვეს თავისმა ყმებმა. შელმა მეზობლებმა. ვისა? ხალხის მოღალატეს, თავად ჯანდიერსა. ახი ამას. როს გამოეღება ბოლო ჩვენს უბედურებას. რაო? რას ფიქრობს? რას აკეთებს იქ ჩვენი მეფე? რას აკეთებს? როგორც მოგახსენეთ, თეიმურაზ მეფე ქუთაისში არც კი შეჩერებულა. თაში დაბანაკდა და იქ მიიღო რუსეთის ელჩები. მე რიდ გათავდა? რა დაასრულა? მოსკოვის მეფეს ალექსის მასთან გაუწევია აღსაზრდელად თეიმურაზის შვილიშვილი ირაკლი. იგი წაიყვანეს. მერე თვითონ თეიმურაზიც მიუწევია. მაშინ ნამდვილად უბეშველება? ნათქვამია ნიჩბები მოусვი და ნაშველი იქნებიო. გონი ვიღაც მოვიდა. ბიძინა ჩოლოღაშვილი მობძანდა. გამარჯვება. მეც გაგიმარჯოს. როგორ შეეწყვია ქაურობას? მოგწონს სამხანაგები. გაზდანებთ. ძალიან კარგი ხალხია ჩემო ბატონო. დაუმეგობრით კიდეც. ახლა კი მოგიწევს მეგობრებთან დროები დაშორება. ჩემთან დაწამოხვიდე. მოემზადე. მეგობრებო, დროებით უნდა დავშორდეთ ერთმანეთს. ძელი მხანმა გამომიგზავნა ბიზაჩემი. ქვეყნის მოღალატე თავადი ჯანიერი. ჩემს გადასაპირებლად. მე დავთანხმდი. გადავდივარ მათთან. თქვენ გავალებთ. ჩემი ღალატისათვის დრო და დრო დაესხათ ჩემს სახლკარს. მაგრამ იცოდეთ, მეტი არ მოგივიდეთ. გარეგნულად კი ყველაფერი რიგზე უნდა იყოს. დანარჩენს რაც საჭირო იქნება ყველაფერს შეგატყობინეთ. მელანოს და გლახოს მეშვეობით. ფარნა, ჩემო კეთილო. შენი გონიერების იმედი მაქვს. ხალხს გაუფრთხილდი. ყოველი ადამიანი ჩვენთვის ძვირფასი. ყოველი ღონე იხმარე იარაღის შესაძენად. მე დღესვე უნდა წავიდე.
გისურვებთ გამარჯვებას. გლახო. ერთმა კეთილმა ადამიანმა იმერეთიდან მაცნობა. შახთან გასაგზავნი ქალები უკვე მიჰყავდო. გონი შენი დებიც მათში ყოფილა. დიახ ბატონო. თითქოს საწამებლად მიგვყვავდეს. იცით რა ბედნიერება მოგელით. ხანის სასახლეში მივიყვანთ. სულ ფარჩთა და ოქრომ კედით გამოგაწყობენ. ისე გაგალამაზებენ, რომ თქვენ მას მგლახომაც ვერ გიცნოთ. რა საოცრად უკანან ერთმანეთს ეს ტყუპები. აბა, ვერც კი გაარჩევ ერთმანეთისა. გაუგია თუ არა ქალების გადაცემა, მაშინ მეუბრძანებია ჩაეკეტათ ყველა გზები და ეძებნათ. მაგრამ თითქოს მიწამ ჩახლაპაო, ვერ სათხოვნიათ. ეს როგორ გაბედეს? როგორ? დიდო მბრძანებელო, ამ საქმის ჩადენას ჩვენს კახელებს აბრალებენ. იმასაც ამბობენ, იგივე ყაჩაღები იყვნენ თავად ჩოლოყაშვილის სასახლეს, რომ დაეცნენ და გაჰყიდოდნენ. გამოდი შეგამცემო და მოღალატე, გამყიდველო. შემომხვერე თავად იმაყაშვილი. იბრძანებ. შენი რაზმით ამაღამვე მიწასთან გაასწორო ზემამახრანი. ხოლო ყველა ვინც კი რამეთ გამოგვადგება. ტყვეც წამოიყვანო. აღსრულებული იქნება ჩემო ბრძანებელო. Auszuschwellen! Auszuschwellen! Isilvaşevi! Isilvaşevi!
ჩვენ რას გვეშით? ძალაც თქვენ ხელშია და სამართალი. რად გვაციოგეთ? თუ ჩვენ სოფელზე ვინმე მოთარე შემგაიარა, ჩვენი რა ბრალი, რა შეგვიძლია, რა პასუხი უნდა ვაგოთ? ძალა უფლება თქვენია და თქვენვე უნდა გაუხსორდეთ. ევედრები, შეგვიბრალე. უდანაშაულობა. ათქოკე! გამარჯობა შენი. ვისთვის გარჯი ხარ? საიდან ხარ? კახეთიდან გახლავართ. კახეთიდან? რა ამბავია? თავად ბიძინა ჩოლოყაშვილმა გაახლა ჩემი თავი და წიგნი მოგართვათ. ეს ქალბატონმა მოგართვათ დიდ ქალბატონს. ხომ არ გადარეულა? რა მოსაფიქრებელია? მაინც რა იმედი აქვს? ჯერ ხალხის ერთსრულოვნებისა და მერე თქვენი ჩემო ბატონო. თვითონ 500 კაცი გამოყავს, სულ დარჩეულები. 500 დირდებიან თავადები შალვა და ელიზბარ. ეს 1500. ერთი 500 სიმედი თქვენგანაც აქვს. მერე 2000 კაცი 60000 კაცზე გადაშკრება რა მოსაფიქრებელი? 2000 ვაშკაცი ხუმრობა არ გახლავთ ჩენი ჭირიმე. თუ შემწეობაც იქნება მით უმეტეს. ხოლო ჩვენ რო გავიმარჯვებთ, ამაში დარწმუნებული ვართ. ჩემო მეგობარო, მაწვილი ხარ და წინ დახედულობა გაკლია. იმათ ხელმა კახეთმა ვერა უყურა. ხლა 2000 კაცი თაპირებთ განდევნას. აბა რა სათქმელია. ციხეები ხელთ უჭირავთა ქალაქები. ვერც არას კახეთს უშველით. ქართლსაც საფრთხეში ჩავაგდეთ. გამძვინვარებული ყაენი მიზეს ეძებს. ქართლსაც ის დღე დააყენოს რაც კახეთს. ქსნის ერისთავი გიახდა შენ ჭირიმე. შალვა და ელიზბარ. თხოვე. ქალბატონს რო ახსენე. შენ შემოგარგო. იქ დამიცადე. სანამ ჩემს სიძეს პასუხს მიცემ. შალვა მაწვილია და გული საუყოლობა მაგისტრის ძნელია. ჩემი სიძე ბიძინაც არ არის დიდი ხნის. თანაც ყოველდღე უყურებს თავის ქვეყნის უბედურებას და ამიტომ იმეტებს თავს. მაგრამ შენი ნიკვის ელიზბარ. გამოცდილება არ გაკლია და როგორ გაიგებულ შენი სანაცმელი საქმე. გულხელდაკრეფილი ხომ არ უნდა ვისწრებდეთ, როცა ქვეყანა იღუპება. კახელების გულის გადახვა ქართლსაც გადაედება. დროზე უნდა მივეშველო. თუ ვერ გავიმარჯვებთ, სახელოვნად მაინც დავიხოცებთ. გამოდის რომ შენ აგულიანებ ამას. ღმერთმა კეთილად აგვირგვინოს თქვენი ნათელი განძრა. ეს იყოს თქვენი წინამძღოლი. ამინ.
სპარსელები შახაბაზის ტახტზე ასვლის დღესასწაულს შეიმოვდნენ. ოჩახ ყოზმანაშვილო ძალიან მარჯვენ დასცა მათი ფალალები. ამბობენ ბეჭით კი ამოუგდო. სწორედ მის შემდეგ ვეღარ ისვენებს ხანი. აბა ვნახოთ დღესთვის გამოიფას. შეხედეთ. ეს ვინ არის? რაც კლად გაუქონიათ, როგორ პრიალებს. ეს მათი ყიზილბაშური ადათია, რომ მოწინააღმდეგეს ხელი აუწურდეს. ეს ხომ აბდულშაჰილია კაცო. ყიზილბაშთა ცოლოსანი ჯარის უფროსი. ალბათ ხანმა უბძანა. ხალხო, გამოდით, ვის უსჯიდაობა? სად არის თქვენი გამარჯვებული კოზმანაშვილი? უარზე დგას. ასე ამბობს მე, ფალავანებს მეჭიდები და არა გოლიათებს. სირცხილი თქვენ. ერთხელ კიდევ შემოუაროს და ეყოფა. განაშენა გამისათვის ხარ მოსული. ჯობესია შენ საქმეს მოუარო. ეჯერ მისალმე ვარ და მემთავრებინა. შემეცგერა, იზილბაშო. სალამი რომ მოათო, დამიძახე და მოვალ. გინ შაიტანე გინ გამაიტანე ერთენიო რუნდირით გაბორებული ფალავანი. მოუშალო სალახმა ბატონ მაყაშვილს. აშიათ, ესე იგი თავში შველა, ასე უწოდეს უცნობ ხედავს იზილბაშებს.
Mama ბატონო. ვაიმე, мама. ვაი აქშილო мама შენ სამდღის მომსწრეს, ვაი. ყველაზე მეტად ამის მეშინოდა და აჰა. რა მოხდა, мама? იმ გატაცებული ქალების ნაცვლად შახი შენ თავს მთხოვს შვილი. როგორ არის საქმე ფატმა? ჩამოიყვანე? დიახ, მბრძანებელო. ყველაფერი რიგზია. კარგია. მბრძანებელო. კარმტაცია. ლამაზი. ჭკვიანი. ჩვენი ჰარამხანისათვის საუკეთესო მარგალიტი იქნებოდა. აფსუსია მისი აქედან გაშვება. აბეთ შემომიყვანე ფატმა. როგორ იმგზავრე თავი სასულო? დაბრძანე. გზავრობამ ხომ არ დაკალა? მადლობას მოგახსენე. რატომ ხარ აგრე მოწყენილი? გაიღიმე, სტუმრად ბრძანდები. იქნებ გიმძიმს მგზავრობა და აგირჩევნია, ა? კეთილი, აქ დარჩი. ჩვენ აქ ერთად ბედნიერად ვიქნებით. დაუფიქრდი კარგად. მე რომ არჩევანი შემძლებოდა, იქ დავრჩებოდი. შინ. დაკანცულობაა თავი სასულო. ძალიან დაუღლი ხარ მგზავრობას. და მეც აღარ შეგაწუხებ. დაისვენებ, დამშვიდდები და მოიფიქრებ. ამბავია, რა მოხდა? ეს არის ბაში აჩუქი უნახავს ბაზარში. უნახავს. საიტყულის უთქვას ვაჭრება ნახესო. მადლობა მე. მოხედი. მე გიუბაშის მე შემიწყდა. როგორ არის საქმე? მომზადე რამე? ყველაფერი მზად არის. მაგრამ ცოტა რომ უნდა შეჭამო. ძალიან მეჩქარება მელან.
ცოტა ხანს მაინც გაძეს. რა არის როგორც კი მოხვალ მაშინე გაქცევა საპირე. ხომიცი რამდენი საქმეა? კაც საქმე არ გამორელევა. სხვა? რა ამბებია? რა ისმის? ფრთხილად იყავი ბაჩუკი. აბდულშაჰილი თავქუდ მოგლეჯილი დაგეწებს. შური უნდა იციოს. ეთყობა ცუდად მეძებს. სელიმ ხანს იმერეთიდან წერეთლის ქალი ჩამოუყო. ბინა? წერეთლის დასული. ამოგერიდა ბაჩუკი. დაუღუპე. მაგაში მე ვარ დამნაშა. შენ იცნობ მას? შენით გიყვარს ბაჩუკი? საწოდავ მან შეგვატყობინა ჩემი დების ამბავი. თავი კი განსაცდელში ჩაიგდო. უსმო გაიტეხ ბაჩუკი. ქნება მოახერხოთ რამე. შენი მეგობრები ფხიზლად არიან. ყოველი ღონისძიებით დააყოვნე გამგზავრება. შენი ერთგული გლახო. ბაშიაჩუკი. იგიგნია ბაშიაჩუკის ყვალისადი. დიახ, ბრძანებია. ერთგული ბევრი მყავს. მაგრამ ამ საიდუმლო შენს მეც ვერავის მივანდო. სად ვარ გემსახურო ბრძანებელო? როგორც ვიცი, შენ დღემდე ვერ იპოვე შენი მტერი და ვერ მიუძღე სამაგიერო შეურაცხყოფისათვის. არა? რა ვქნა? მოსვენება დავკარგე ბრძანებელო. ხედავამ დავეძებ. აი თიმსალმა კომიცის სად დადის ბაშიაჩუკი? სოფლის ბოლოს ტყის პირას ცხოვრობს ლამაზი ქვრივი მელანო. ქმარი ომში დაეღუპა. სუხელ სეწვის დროს თარი შევაფარე მის ბინას. თანაც აზრად მქონდა, რომ ბაშიაჩუკი მასთან დადიოდა. შუაღამისას მართლაც მოვიდა. მელანომ მას რაღაც შეფუთული გადასცა და გაისტუმრა. დამშვიდობებისას ბაშიაჩუკმა დაუბარა. 3 დღის შემდეგ მოვალო. იბრძანებ.
შენი ცხენოსნებით ალყა შემოარტყა მელანოს სახლს. აშია ჩუკი და მელანო შეიპყრო და აქ მომგვარო. გეშინიან. თორლად კი არ მოსულა. მოყრათ მოედო. კეთილი იყოს შენი მობრძანება. რათა გიშარეთ ბატონო? აი ხომ ხედავ. ერთ ხელში ხმალი მიჭირავს. მეორეში ოქრო. რომელიც გინდა ერჩიე. თუ ჩემს სურვილს შეასრულებ, გაგამდიდრებ. ვარამ ხმალით აღჭახავ ეხლავე. რატომ ხიბლა ოქროთი? ან ხმლით რად მემუქრებ? დანამდვილებით ვიცი რომ შენთან დადის ვაშიაჩუკი. და ის როგორმე ხელს უნდა ჩამაგდებინო. რას ვძანებ? რომელი ვაშიაჩუკი? ფიცაო ყველაფერს? არა! აქ ფიცი აღარ გაგივა. გაწვრილებით ვიცი როგორც არის საქმე. დაიღე ამ თავით ეს კისა. ხოლო მე როდესაც ხელში ჩამაგდებინებ, ის დანაპირები 1000 ოქროს შენთვის დამითმია. არც მოღალატეობას დაგწრებ. ალლაჰი მომიცია თავდებოდ. მე არაფერი არ ვიცი. შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. მთელი სიცოცხლე წინა გაქვს. მე შენ ბევრ ოქროს გთავაზობ. დაფიქრდი. თლათ ნუ დააობლებ შენს ბავშვს. მე ყველაფერი ვთქვი. მოიქეთ ისე, როგორიც ბრძანება გაქვს. სახლა, გამარქო სიცოცხლეს. გამოგცადე. შენ სასიკვდილოდ გასამედებელი არ ახარ. აფერუნდე და გაცო. სიყვარულიც გწოდნია და მეგობრობაც. ბევრი რამ გამიგონია ქართულ ქალზე, მაგრამ ახევარიც არ მეჯერა. ეხლა გამოგცადე და დავწუნდი. მე ვიცი რომ ზეგ ვაშიაჩუკი შენთან იქნება. მეც ნაბრძანები მაქვს ცხენოსნებით ალყა შემოარტყა შენ სახლს და დავიჭირო. მაგრამ გააფრთხილე რომ აქ არ დამხვდეს. მაშ შენ მეგობარი ყოფილ ხარ ბაჩუკისა? არა. მტერი ვარ. აუცილებელი მტერი. არ უნდა მოვკლა და შევხვდე. მაგრამ უნდა შევხვდე სადმე და პირდაპირ მივიდეთ ერთი მეორეზე. ის როგორც ვაშკაცის წესია. და არა ქუდლად, ღალატით, როგორც ნაბრძანები მაქვს. რომ გესმის, ყოველი ასე გადაეცი მას. ახლა კი მშვიდობით. აბდუშაჰიდი შუამთის უდაბურ ტყეში ვაშიაჩუკის საძებრად დაბორიალობდა.
შენ და მე ძმა. ხოლოდ მითხარი. ვინა ხარ და საიდან? რომ ჭირის უფალთან მიგიყვარ. თავი სასულის წერილია შენთვის. ჩემი გადარჩენისათვის გთხოვარ ისრუნ, ჩემი ბედი გადაწყვეტილი და ჩემმა შენდან უსაზღვრო სიყვარულმა გაგინათოს გზა სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში. კეთილშობილურ ბრძოლაში, სადაც ყოველი გული და მარჯვენა ესოდენ საჭირო. შენი ნინო. გულს ნუ გაიდეხ ბაჩუკი. შენი გაშეხვენი. სახეზე მეჯერ ღიმილიც კი არ მინახავს. ხოდა მე კი მიყვარ ხარ თავადის ასულო. ჩემი სახლის mbრძანებლად გაგხდი. ჩემი პირველი ცოლი იქნები. არასოდეს საძულველი ადამიანის ცოლობას სიკვდილს ვამჯობინებ.
ის სად არის? მარტო გიახი. სად არის შენი მელანო? იქნებ საჩუქარი იცოტავა. რა ბრძანებაა ჩემო ხელმწიფე. ვეღარ მიუწარი. ეჭვია უხიათ და გადაუხიზნავთ. როგორ გადაუხიზნავთ? სადაც კი ლამაზი ქალი გამოჩნდება, მაშინვე გადამალავენ, რომ ხელში არ ჩაგივარდე. შუამთის მონასტერი ლამაზებით არის სავსე. ამას წინათ დიდებული ყაენისათვის მისართმევი რვა ქალი რომ მოკტაძეს, ისინიც იქ აყავთ დამალული. იმათ მოტაცებას ხომ ბაშია ჩუქს აბრალებენ. მეც მინდოდა მომეხსენებინა ჩემო ხელმწიფე. იმ მონასტერში ბევრი რამ ხდება შენ და საწინააღმდეგოდ. ნათქვამია ციხე შიგნიდან გაწყდებაო, იმათ ისევ შენიანები აფარებენ ხელს. ვიზე გაქვს ეჭვი? ყველაზე მეტად ჩოლოყაშვილს. გაქვს რაიმე საბუთი? განა ის ისეთი კაცია, რომ სასაბუთოდ დაიჭიროს საქმე. არა, მაგრამ გული კი მეუბნება და ხანდახან წინა გრძნობას საბუთი. მარა შენ ბაშია ჩუქსაც გეუბნებოდა გული, მაგრამ ტყუილ გამოდგა. იქაც მართალი გახდი, ჩემო ხელმწიფე, მაგრამ უეჭველია გაგწვეს. აბა ისე სხვაგვარად ვინ დასწავდა ჩემსა? ის ხაზა! შენ და აბდულ შაქილის მეტ მარავინ იცოდა. შენი სახლის გადაწვა გაწუხებს და არავის ზოგავ. ქვეყანას ცივსწამე. თავადი ჩოლოყაშვილი დილიდან საღამომდე გვერდში მიდგას. ჩვენს ერთგულებაში ათენა აღამებს. შენ კი ორგულობას სწამებ. თუ მონასტრის საქმეც მაგვარივე სიმართლეა, ვაი შენს წყალს. მონასტრის არაც მოგახსენეს სულ მასალია და თუ მტყვანი გამოვდგე თანი გამაგდები. ჰეი, აბდულ შაქილ! აბდუშაილი შეუძლოთ გახდა ბრძანებელო. დღეს მის მაგივრად მე გახლავ. აქ სულ ერთია. დადიახლავ. ცხენოსანი ჯარი თალყა შემოარტყი შვამთის მონასტერს და აოხრე. ოიკელი ნურავის დასოგავ. ხოლო მათში ყველაზე ლამაზები ხელუხლებლად აქ მომგვარე. ნადავლით არ მაგაიყოს. გასტინ უღარ აყოვნებ. შენ არავინ გერჩის. რაღაც აყოლნებ. ბარე მომკარი და გაათავე. რაღაც უცდი. შენ სილამაზეს უმადლობდი. მაგან გადაგარჩი. უნდა წაგიყვანო. შენი თავი დიდებულ ხანს უნდა მიუწო. ვინც ის რა ბედი მოგელის. ადვილად შესაძლებელია შენი სილამაზის პატრონმა. ყინვალე შახის ცოლობასაც გამოჰკრა ხელი. თუ ვინ იცობა, ჩემი სიტყვა გამართლეს, ნუ დამივიწყე. სიკეთე, სიკეთით გადამიხადე. იმედი მაქვს,
უმადური არ იქნები. ჩემო კარგო, ეს მოხდება თუ არა არავინ იცის. მაგრამ შენ რომ დღეს სიკვდილს გადამარჩინე, მეც მინდა ახლავე გადაგიხადო. ისეთ წამალს მოგცემ, რომ ვერც ტყვია მოგეყაროს და ვერც რკინეულმა გაგჭრას. თუ მართლა მაგისთან არ ამიცით ქართველებმა, რატომ არ იყეთ? თქვენმა თავმა ქვაკრათ? ვინ ითხრა რომ არ ვიყენებთ? მაშაკამდე რამ გაგვაძლებინა? მთელი ქვეყნის მტაცებლები უხსოვარ დროიდან გარს გვეხვევა მტრათან ერთ მუჭა ხალხს. ჩვენც მადლობა ღმერთს ასე თუ ისე ვიგერიებთ და სადაც 100 და 200 მტერი წდება, იქ თითოეულა ქართველი თუ ყდება, მეტი არა. იცით ისეთები, ვიზედაც ჯადო არ აჭრის. შენ გონია მე დღეს ჩემ ასახიერებამ გადამარჩინა? არა. აი ამ ჯადო მიხსნა. ხებსაც ხომ გქონდა ეს ჯადო? რატომ მარტო შენზე დგაშნა? უბრალოდ შემთხვევის ბრალია. მე ულახშ მოდამეძინა, სხვები კი ვახშამ ნაჭამი იყვნენ. ამ ჯადოს კი მხოლოდ მაშინ აქვს ძალა, როცა კაცი მარხულია. არ გჯერა? მოდი წადოთ, მაღაზი ადვილი რა არის? აი ჩამოიკიდე გულზე. ეგ შენი ხანჯალი მომეცი. მე დაკრავ რა ზარი და ღონე მაქვს და ნახავ თუ ან კანი გაგჭრა. ისემც კარგი დაგემართოს. ვეცრად რომ გასჭრას, მე რა გავქ? მით უმეტეს თუ ხელის კარგალაზათიანად შევეკეცი ვახშა. შენი მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია გამოვიცვალე. შენ რა გონია გატყუებ? ამას სიფრთხილე გალაპარაკებს. აბა, ჩემზე სინჯე. რაც ზარი და ღონე გაქვს, დამკარით რამე. აკი გითხარი რომ ვერას დამაკლებს მეთქი. გამაბრიყო ამ უბედურმა. შენთვის საჭირო იყო. ანონა ვაშკაცობა სუსტი, უნწეო დედაკაცებისა და გოგონების ლედა. ღირსეული ადამიანები ამგვარ საქმეს არ შესადიან. თვით ყაჩაღებიც კი ერიდებიან დედაკაცებისა და ბავშვების ხელის შეხებას. ველოდი გახკრა წავიდა ჩემი არა ნათელმა ოცნება
მაგრამ რაც გულზე ერთხელვე დამეჭდო, იმას ვეღარ ამხისლა. ცოცხალი დავკარგე, არი ხომ მაინც ჩემია. შენ ასე იგლოვდა სტირი. ჩემს არ უგეშოთ. საიქიოდან მოფურებული? სწორედ შენთვის და შენთან მოსული, მაგრამ სული კი არა. ხორცშესხმული, ცოცხალი ადამიანი. შენ სიყვარულში დარწმუნებული და შენი მოყვარული. როგორ? გაწუხდი. მე მკვდარი არ ყოფილვარ. მაშეს? ეგ დაიყო ჩემი საბრალო მთვარისა, ჩემი ტყუპის ცარი და მგვანი, მე კი მზისა მქვიან. დაილოცოს ღმერთო შენი განგება. მითხარი, სიზმარია თუ ცხადი. როგორ მოხდა ეს? ამიხსენი. გონს ვეღარ ვიკრებ. აი ხომ ხედავ, არ გერიდები, იმიტომ რომ დამიწოდე. გახსოვს სწორედ ამ ადგილს გულში მოყრილი რომ მომაგონა და ძმობა მითხარი. ვაშკაცის სიტყვა არ გატყდება. მას შემდეგ მე შენი სიყვარული ჩამივარდა გულში, მაგრამ ჯურის სხვადასხვაობა ჩვენს ერთობას ხელს უშლიდა. ის გრძნობა გადავიტანე ძმურ სიყვარულზე და დამორჩილდი ბედს. თაო, მაგრამ დაზე უტკბესო, გამაგებინე. როგორ გადარჩი? ანა ქვინ მოგიყვანა? როცა მონასტერი აიკლეს, ჩვენ რამდენიმე აგვირჩიეს, ტყვეთ უნდა წავიყვანეთ. მაგრამ იმარეულობის დროს თალსა და ხელს შუაუცებ გავეპარეთ და იქვე მივიმალე. მახვილად სარიელი ქვევრი მეგულებოდა, შიგ ჩამწვერი. როდესაც მონასტერს ცეცხლი წაუკიდეს და წავიდნენ, გამოვედი და იქვე ტყეში დავიმალე. გიყურე სასუდავ ჩემდას რომ მიგლოვდი და რომ დამარხე. ვიცოდი რომ მე გეგონე და სიყვარულზე სიყვარული მემატებოდა. მას შემდეგ ვდგავარ გამოქვაბულში და ხშირად ხედავ აღნიშ დომარეს. დღეს გულმა ვეღარ გამიცლოდ და გამოგეცხადე. ეხლა ამის მეც ჩემგან ვერაფერ შეიტყობ. და თუ კიდევ რამე გინდა გაიგო, წამომყევი. მხოლოდ იმ პირობით რომ რაც არ უნდა ნახო, არ გაიკვირვო და არც იარაღი იხმარო. გინ ჯოჯოხეთში წამიყვანო. ფიცი? ფიცავ მაჰმადს.
რომელსაც ქრისტიანები არ ვენდობით. მაშინ თქვენს ქრისტეს შენი რა არის? არა, სხვა თავდები მომეცი. დაიფიცე ვაჟკაცის სიტყვა. ფიცავ და ზედაც დავამატეთ იმ შემოცნაურ სიყვარულს, რომლის გამოთქმაც არ შეიძლება. ახლა კი მჯერა. არაფერია, ალბათ მეთვალყურე შეწყდა. ხომ არ შეშინდით? მეთვალყურე შესწდა. კარგად ვერ გაარჩია სიბნელეში ჩემი ტყვე. მტრად მიიღო და ნიშანი მოგცათ. ტყვე? რომელიც ტყვე? საიდან? დიახ, მოგიყვანეთ დამორჩილებული. იარაღით კი არ ამიყრია, რომ ვაჟკაცი არ შემერცხვინა. მიიღეთ როგორც სტუმარი. ბაშიაჩუ. დიახ, აბდულშაჰი, ბაშიაჩუ. მე კი მისი და ვარ. ბედნიერი იყო თქვენი შეხვედრა. ეს ისკაცია, ბაჩუკი. ჩვენ რომ გადავარჩით. ალლაჰ. დაილოცო შენი უცნაური განგება. ეძებდი როგორც მტერს და შევხვდი როგორც მოყვარეს. ჩემი თქმელიც ეგ არის. შენ სტუმარი და ჩვენ მასპინძელი. ნუ დაგვიწუნებს უბრალს. ღარიბია, მაგრამ ხიარო. მე ერთი უთვისტომო კაცი ვარ. არ ვიცი ვიყოფილა ჩემი მამა პაპა. და საიდან მოხდი არ დალამში. ძლივს მაგონდება და ოდნავ მახსოვს, რაც საბრალო დედა ჩემისაგან გამიგონია. ოდესღაც ჩვენ სოფელს ლეკები დასცემიან. აუკვლიათ მთელი სოფელი. ჩვენი ოჯახიც ამოუწყვეტიათ. მე დაღჩენილ ვარ ზუზუმწოვარი და დედასთან ერთად ყვეთ წაუყვანი ვართ. ოლია კიდევ ერთი და მაგრამ ის სხვა სოფელში ყოფილა გაბარებული მღვდელთან. თითქოს გადარჩენილა. ამის მეტი არაფერი ვიცი. გეფაზე, წითელი ხალი ხომ არ აქვს? მაქვს. შენ საიდან იცი? ძმაო! დათო! ძმაო! ღმერთს არ ნდომია ჩვენი ერთმანეთისათვის დაკარგვა. მეც მომილოცა. ეხლა რადგანაც ნამდვილი და გამოგიჩნდა, ჩვენი დადმობილება აღარაფერი საჭირო. დარჩეთ მეგობრად, როგორც ქრისტიანი და მაჰმადიანი. თქვენ წინაშეა ჩემი ძმა, ქრისტიანი, ქართველად დაბადებული. ხომ გაიგე? ქრისტიანად ყოფილვარ დაბადებული. და დღეს განგება მოინდომა, რომ გამოვბრუნებული ვარ. ბაშიაჩუ, მიმიღე თქვენს გუნდში, რომ ამიერიდან თქვენი კირი და ღინი გავიზიარო. თავადო, შენ სამძაბები? აბდულშაჰი, მე არასოდეს არ მიღალატნია ჩემი ხალხისათვის.
შენ შეგიძლია ჩვენ სამშობლოს დიდი სამსახური გაუწიო. მოვალეთ საყოფილხარ, ბოლოდ ნუაჩქარდები. ეს რაც აქ მოხდა დრომდე ყველაფერი დაიმარხე გულში. მიდი ისევ შენს ჯარში და ისე დაიჭირე თავი, რომ ცვლილება არაფერი გეტყობდეს. დაარწმუნე ყველა, რომ ბაშიაჩუკი უკვე მოჰკაი. ნიშნად მისი ფაფანაკი წაიღე. სისხლში ამოსვლილი მიართვი შენს უფროსებს. დაგიჯერებენ და ჩვენც აღარსად გამოუჩნდები. ეს საჭიროა საერთო საქმისათვის. დანარჩენს შემდეგ შეგატყობინებ. ფიცალ მაღალ ღმერთს და მშობელ მიწას რომ თავს არ დავზოგავ. თანაც დაძინე. ბაშიაჩუკის მოპლაში თავადი ჩოლოყაშვილი რომ არ დამხმარებოდა, მარტო ვერას გავხდებოდი თქვა. ახლა ჩემი შვილი შეიბრალეთ და თუნი მარტო დავტოვე. დროა წავიდე. გამცილებელი ხომ ღმერთმა მიშოვნა. ჩემი ძმა გამაცილე. ნახვამდის. აბდუშაჰის ყაჩაღთა მეთაური მოუკლა. ვინ? აი ბაშიაჩუკს რომ ეძახოდნენ. მისი ქუდი ბაზარში კიდია და ხალხი ესწევა. უპირველეს ყოვლისა უნდა მოგახსენოთ ჩვენი სამოქმედო განაძრახი. გამარჯვები ჩვილები, გამარჯვები. გამარჯვებული და გამარჯვებული. ერთმა მოგახმარო, გეჩილად მოიხმარო. გამარჯვები და ჩვილო, გამარჯვები. ზალი და მადლი ხსნეს მარჯვენა შვილებო, სიკვდილი მტაცებლეს. Mondilat katsikuze da, mondilat katsikuze da, dintari da isuro sohe. Dintari da isuro sohe. Dintari da isuro sohe. Itertundi utreno, dečaki da isuro sohe. Ჩვენ თქვენი ლაშქრით გაემართებით ალაზნის მარცხენა ნაპირას. თქვენ მარჯვნივ. მე კი პირდაპირ ბახტრიონისაკენ დავეშვები. გთხოვთ ჩემთან კავშირი იქონიო.
ბიძინა ჩოლოყაშვილი მთავარი ძალებით იმავე ღამეს გარშემოერტყა ბახტრიონის ციხეს. ვასწავლეთ გაკადნიერებულ ყაჩაღებს, რომელთაც ბახტრიონზე დაცემა განუზრახავთ. აქ ფაზი არ დასწავოთ, ასწვით, განადგურეთ, ამოშლიტეთ დიდი და პატარა. აბა, დასტით დაუყონებლივ, ალლაჰი იყოს თქვენი მფარველი. ამბავია. სუდი მბრძანებელო. ბახტრიონის მაშველ ჯარს აბდუშაჰირის ცხენოსნებს ქართველებმა ყოველ მხრიდან გზა გაუკრეს. აბდუშაჰირი თქვენ ჩაისწრა. ჯანგიერი სასწრაფო თავისი ძალით. ой მბრძანებელო. ჯანგიერის ჯარს იარაღი დაუხრია. და ჩოლოყაშვილის მხარეზე გადასულა. აქ მეუბნებოდნენ ჩოლოყაშვილი დამბლა დაცემული წევს. ჯანდიერი ხომ ჩვენი ერთგული ყმა იყო. ой გიავრო. ახლა კი ხედავ რაც ყოფილ ხარ, მაგრამ რა ხადროს. ხელები აჯანყებულებმა თავიანთი მოულოდნელი დარტყმები ელვისებური სისწრაფით განავითარეს. სელიმ ხანის სამყოფელში ჯერ ვერც კი მოერწია ბახტრიონის აღების ამბავს, რომ ამბოხებულთა ლაშქარი ზეთ ქალაქს მოაჭრა.
მოვიყოლე თავადის ქალი. აგერ. ახმატირილის დრო არ არის თავადის სასულო. ჩხარა, ხერა მზად არის. მე არ სად არ დამოვიდი. აბდუშაჰი, დაახტია თავის ყევობას. ია. მთელი ჩემი სიცოცხლე ყევობაში გავატარე. ახლა კი გამთავისუფლე. დავიდე ჩერა, რაღაცელი გაუშვი. კარო, ვის შუბედავ?
ნაკლები